ანასტასია ვარ. ეს გადაცემა სივრცეა და დღეს ჩემი სტუმარია ქალბატონი დოდო გუგეშაშვილი, რომელსაც ჩემი წარდგენა არ ჭირდება და კიდევ ერთხელ მინდა რომ უღმესი მადლობა გითხრათ იმისთვის რომ მოგზანდით ჩემთან გადაცემაში და ეს ძალიან იშვიათად ხდება და ძალიან ვაფრთხილდება ამას. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დასწრებით. მინდა რომ დავიწყოთ უკვე ჩაწერა და პირველ კითხვას დაგისვათ თუ შეიძლება. დასაკვირველია. თქვენთან დაკავშირებით ადამიანთა და საზოგადოების აზრი იყოფა ორ ნაწილად. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ახასიათებთ საკუთარ თავს, ვინ არის დოდო გუგეშაშვილი, ვინც გსურთ საზოგადოება მიცოდეს. ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, ჩემი უარყოფითი თუ დადებითი თვისებებით. ზოგი ჩემი ცხოვრების ნაბიჯებს ძალიან უარყოფითად აღიქვამს, ზოგი ძალიან დადებითად. მე ამას მიჩვეული ვარ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩემზე დიდად არ მოქმედებს ის გარეგანი ჭორები, რაღაც გაბოროტება, ბოღმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩემ თავს ყველაზე კარგად მე ვიცნობ. და მე ვიცი, რომ ყველა გადაწყვეტილებაში ვარ გულწრფელი. არასოდეს არ ვთამაშობ და არც მეკადრება, რომ მე ვითამაშო. აქედან გამომდინარე, ზოგს უყვარვარ, ზოგს ვძულვარ. ეს ცხოვრებაა. თქვენ გამოიმუშავეთ თუ თავიდანვე ესე იყავით განწყობილი, რომ საზოგადოების აზრს ესე თქვენთვის ზიანის მოყენება არ შეეძლო. მე ჩემი პრინციპები მქონდა ყოველთვის და რომ გითხრათ ძალიან სიამოვნებს, როდესაც უარყოფით და რაღაც უკიდურესად უარყოფით რაიმეს ვისმენ, რომ არ მსიამოვნებს, მართალი გითხრათ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების წესს არ ეხება. მე ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში მტკიცე და გულწრფელი. ძალიან მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ ამბობთ, რომ თქვენ ხართ ერთი ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც ყვავილები ურჩევნია იარაღს და დასაკვირველია. მაინტერესებს თქვენთვის რას ნიშნავს ჩვეულებრივი ქალი და ქალური ბედნიერება რას ნიშნავს თქვენთვის? ჩემი დამოკიდებულებით ყველა ადამიანი და მით უმეტეს ქალი იმსახურებს, რომ იყოს ბედნიერი დედა, ბედნიერი ქალბატონი. საზოგადოებაში გამოჩენილი იქნება, არ გამოჩენილი იქნება, ცნობილი თუ საერთოდ უცნობი ადამიანი, ქალი, ქართველი ქალი მით უმეტეს ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა, იმიტომ რომ როცა საქართველოში ქართლის დედა დგას, ერთ ხელში ღვინით სავსე ჯამით და მეორე ხელში ხმლით, იქ უკვე ჩანს, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე მთავარი დედა ბოძი არის ქალი, რომელიც იმის დამიხედვით თუ რა არის აუცილებელი მისთვის კი არა სამშობლოსთვის, არის ხმლით შეგებება მტრისთვის თუ ღვინით სავსე თასით, ეს არის სიმბოლო და მე ქალს სწორედ ასეთი თვალით ვუყურებ. სამშობლო ახსენეთ და ეს კითხვა მქონდა თქვენთვის. რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო? ეს არის იდეა, ეს არის მიწა, ეს ადამიანები. თქვენთვის რა არის სამშობლო? სამშობლო არის ყველაფერი. რისთვისაც ჩნდება ადამიანი აქ, ამ დედამიწის სამოთხეში, რასაც საქართველო ქვია. სამშობლო არის რწმენა, რელიგია, თითეული მტკაველი მიწა, რომელიც გაჯერებულია ჩვენი წინაპრების ძვლებით და სისხლით. სამშობლო ყველაფერია, ჰაერიც კი საქართველოში სხვანაირია, იმიტომ რომ ღვთით კურთხეული არის ჩვენი სამშობლო. იმიტომ რომ
ქრისტეს კვართი აქ ინახება მცხეთაში, იმიტომ რომ ჩვენ გვარგუნა უფალმა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ყოფილიყავით, ჩვენ გვარგუნა უფალმა რომ წმინდა ნინოს შემოეტანა ჩვენთან ის ყველაზე მთავარი, ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა ყოფილიყო და სამშობლო არის ჩვენი ასეულათასობით წმინდანი და სამშობლო არის არა მხოლოდ ჩვენი წმინდანი წინაპრები, არამედ თანამედროვე გმირები, ბიჭები, რომლებიც აი იმ წინაპრების გზაზე და გაკვალულ გზაზე დადიოდნენ, თავგანწირულები, სიცოცხლე შეწირულები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ღირსამ ქვეყნად გაჩინა და ღირსამ ქვეყნად ამ ქვეყნისთვის თავდადება და გარდაცვალება. ქვეყნისთვის გარდაცვალება. გასაკვირველია. ხალხატანად თქვენ პედაგოგი ბრძანდავარდით, ასევე იურიდიული გაქვთ დათავრებული და აღმოჩნდით რადიკალურად განსხვავებულ სფეროში. რა როლი შეასრულა ამ ყველაფერში ჯაბაიოსა? თავიდან, როდესაც მე ვაბარებდი უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობაზე, ვერ მოვეწყე უფრო უარეს კითხვით, ხელოვნებათმცოდნეობაში ორიანი მივიღე, ჩავიჭერი, მაგრამ პირველი გამოცდა იყო ქართული და მე ვიყავი ძალიან ბედნიერი იმითი, რომ კომისიის თავმჯდომარე იყო მსექა ლაშანიძე და მან მომცა შეფასება 4-იანი, 5-იანი არა, მაგრამ ჩემთვის ის 4-იანი, როდესაც კომისიის თავმჯდომარე ასწორებდა ჩემს ნამუშევარს, იყო მთელი კომპენსირება იმისი, რომ მე ვერ ჩავაბარე და ვერ მოვხდი ხელოვნებათმცოდნეობაზე. მაშინვე ჩავაბარე მუსიკალურზე, 2 განხრით ხალხური შემოქმედება და საფორტეპიანო, ვაღდგენდით სიმღერებს, დაკარგულ სიმღერებს და პარალელურად ჩავაბარე პედაგოგიურზე ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით, სწავლობდი კარგად, დავიცავი დისერტაციაც, მაგრამ ჩემი ცხოვრება ვერ გეტყვით რომ განგებამ, მე თავად გადამწყვიტე რომ ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა სამხედროსთან. შენ როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე? იყო ჯაბაიოსელიანის გავლენა, რომ არა ჯაბა შეიძლებოდა რომ თქვენს პროფესიას გაყოლოდით? ჩემს ბავშვობაში მე ვიყავი ერთი გოგონა და ჩემს ირგვლივ კუთხეში, გურიაში, ლანჩხუთში ყველა იყო ბიჭი. და მე ვთამაშობდი ომობანას, მეჭირა ხელში სათამაშო რევოლვერი, სათამაშო ავტომატი, თამაშობდი ფეხბურთს, მაგრამ ძალიან უნიჭოთ და ჩემი სამეზობლოს ბიჭები მივიდნენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომ მე როგორმე თავიდან მოვეშორებინე და კარებში დამაყენებდნენ ხოლმე. და სულ დალურჯებული ვიყავი და სულ ბავშვობიდან ეს მოგიწიათ რომ თან შეხება ქონდათ მათთან ინტერესი? ერთ ხელში მეჭირა სათამაშო იარაღი და მეორე ხელში თოჯინა. ასე გავიზარდე. ისე ბებიას გაზრდილი ვარ, გურული ბებიას გაზრდილი. ცივნეავს არ მყარებდა და აბა ვინმეს რამე დააშავებინა ფრჩხილის ოდენა. გადადგამდა ბებია ჩემი ყველას და ყველაფერს. საოცარი ქალი იყო და ძალიან კარგი ოჯახი მყავდა. ჩემს ოჯახში ყველა მღეროდა ხმებში.
და მეც აი ძალიან მიყვარდა მოსმენაც, სიმღერაც, ალბათ ერთ-ერთი მიმართულება ჩემი ესეც განაპირობა სწორედ ოჯახში მოსმენილმა ფოლკლორმა. რაც შეეხება აი ამ ბრძოლას, მეომრობას, დედა და მამა ისტორიკოსები მყავდნენ, მამათან ჟურნალისტი იყო და ჩემს ოჯახში ყოველთვის იყო პირველესი სამშობლო. და ძალიან ხშირად ჯერ კიდე წერა-კითხვა არ ვიცოდი, როდესაც მიყვებოდნენ თავგანწირვის მაგალითებს, თავდადების მაგალითებს და უპირველესი ჩემს ოჯახში იყო სამშობლო. აქედან გამომდინარე მივეჩვიე იმას, რომ უპირველესი სამშობლოა და როგორც შეძლებს ადამიანი რომელ სფეროშიც, ეს იქნება სამხედრო სფერო, ბაღში მასწავლებლობა, არანაკლები საპასუხისმგებლოა, სკოლაში მასწავლებლობა, არანაკლები საპასუხისმგებლოა, დიასახლისობა, არანაკლებ საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ დიასახლისმა ქალბატონმა შვილი უნდა გაზარდოს ქართული სულისკვეთებით. და აქედან გამომდინარე მე ცოტა განსხვავებული გზა გავიარე, მაგრამ მე ვთვლი, რომ განსაკუთრებული არაფერი. ყველა შეძლებდა, თუ ვინმე მოიწადინებდა, შეძლებდა იმას, რაც მე გავიარე. მე ასე ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ჩემი მაგალითი რამოსატანია, ჩვენ ისეთი წინაპარი ქალბატონები გვყავდნენ. და ჩემი აზრით თქვენ ძალიან ღირსეულად აგრძელებთ მათ გზას. თქვენ ძალიან ბევრი განსაცდელის წინაშე იყავით, ძალიან ბევრი რაღაც გაქვთ ნანახი, რამდენი ომში ხართ ნამყოფი და ძალიან რთული ადამიანის ფსიქიკამ შეიძლება სურვილი ქონდეს და ფიზიკური მონაცემები, მაგრამ ფსიქიკამ გაუძლოს იმ ყველაფერს ის გადადა, რამდენჯერ სიკვდილის პირას თავად იყავით. რასაკვირველია, მე სროლა ვისწავლე ტირში. სწორედ ჩემს რაიონში, ლანჩხუთში, მაშინ ძალიან მოდაში იყო ტირი და ძალიან კარგი იყო, რომ ყველანი დავდიოდით ტირში, მაშინ და ვცდილობდით, რომ მიზანში მოვეხვედრებინა. და შემდეგ უკვე, როდესაც ჩავთვალე, რომ მე მზად ვიყავი იმისთვის, რომ რაღაც გარკვეული გზა გამევლო რთული და ეკალ ბარდებით სავსე, მივიღე გადაწყვეტილება და წავედი ომში. ყველაზე მეტად აი გაგეხმარებათ განსაცდელის დროს, რა გაძლიერებთ, აი რა თვისება გაქვთ ის, რასაც ყოველთვის გამოყავხართ იმ მდგომარეობიდან. ყველაზე მთავარი მაშინაც, როდესაც წინა ხაზზე ვიბრძოდი, იყო ჩემთვის ერთი რამ, რომ ბიჭებს არ ეფიქრა, რომ მე შემიშინდა და უკან დავიხიე, იმიტომ რომ არა გაქვს უფლება, როდესაც გადაწყვეტილებას იღებ და გადიხარ რთულ გზას, არა გაქვს უფლება იმ გზას გადაუხვიო. მე ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის უშიშარი ვიყავი და უშიშარი დედამიწის ზურგზე არავინ არ არის, მაგრამ როდესაც შიში მოდის, თუ იმ შიშს გადავიჯებ, ძლიერდები, გაცილებით უფრო მყარი ხარ შენს გადაწყვეტილებაში, მთავარია უნდა გადალახ. ძალიან რთულია ხშირ შემთხვევაში, მით უმეტეს იმ პირობებში, რა პირობებშიც თქვენ გიწევდათ ამ შიშის გადალახვა, ეს ხო ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ხდებოდა. ეს იყო წინა ხაზზე და რასაკვირველია, მაგრამ მე ირგოლი უყურებდი ჩემს თანამებრძოლ ბიჭებს და მე 1000-ჯერ მეტ გამძლეობას ვიძენდი, როდესაც ვხედავდი ისინი როგორ იბრძოდნენ. დაჭრილი დასახიჩრებულები, ხშირად ნაწლავები გარეთ გამოვქონდათ, ხოლმე გარეთ რო აფეთქებულან და
ერთი ხელით წელზე ქონდათ შემოხვეული და მეორე ხელით იბრძოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მარტო ქართველი შეძლებს. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი შეძლებს. მე ძალიან ბევრი რამ წამიკითხავს სხვათა გმირობებზე, ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანის გმირობაზე, მაგრამ ქართველის ნაირი, თორემ ქართველზე უკეთესი არა და ჩვენი ისტორიაც გვიდასტურებს. ერთი ხელის გულისოდენა სამშობლო გვაქვს და ვართ. რწმენითა ვართ, უფლისმადლითა ვართ. ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ჩვენი სულიერი მამების ლოცვა კურთხევით, სადაც პატარა სულ ვამბობ ხოლმე და ბევრჯერაც მიფიქრია. აი პატარა სათამაშო ბარიც რომ ჩაარტყა ქართულ მიწას, იქ აუცილებლად ჩვენი წინაპრების ძვლები იქნება და დასველდება მიწა. მე ბევრჯერ მინახავს, რომ მიწა თითქოს ტირის, მაგრამ კი არა ტირის. ჩვენი წინაპრების და თანამედროვე ბიჭების სისხლით არის გაჯერებული და სველდება ბარისპირი. და ეს მარტო აქ ხდება, მარტო საქართველოში ხდება. იმიტომ რომ ყველაზე უძველესი ვართ, ყველაზე უძველესი სახელმწიფო გვაქვს. 1700 წლოვანი მხოლოდ ქრისტიანობა გაგვაჩნია და იმას იქეთ, როდესაც მთელი დედამიწა და სამყარო ტანზე შემოხვეული ფოთლებით დარბოდა, საქართველოში ცივილიზაცია ყვაოდა. მაშინ, როდესაც 10,000 წლის და ამდენივე წლის ღვინო და თაფლი გვაქვს ქართველებს. და ძალიან გულდასაწყვეტია ერთი მხრივ, რომ გვეყინჩებიან ის ქვეყნები გუშინ წინ რომ გაჩნდნენ, ასე ვთქვათ. მაგრამ ჩვენი სამშობლო და ქართველები ვართ გამორჩეულები. ვერ ვიტყვით, რომ უნაკლო უფალია მხოლოდ, მაგრამ ყველაზე მაგრები, ძლიერები, ჭირთამთმენები, გამტანები. იმათ დავანებოთ თავი, ვინაც გატანა არის ის რაღაც მცირე ნაწილი. ყველაზე მთავარი ეს არის, რომ დღემდე ჩვენი რწმენა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი სარწმუნოება, ღმერთი სამშობლო ადამიანი, როგორც ჩვენი უწმინდესი ბრძანებს, ისევ წინ გვაქვს წამოწეული. ვერ ვემსახურებით ისე ვერც უფალს და ვერც სამშობლოს, როგორც გვეკადრება, მაგრამ უფალი შეგვინდობს, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებთ, გულწრფელად ვაკეთებთ და თუ კი მაინც ვერ ვემსახურებით, ისე ალბათ მეტი არგანა ვერ შევძლებთ, უბრალოდ არ შეგვიძლია. ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, უბრალო ადამიანები. ძალიან მორწმუნე ადამიანი ხართ და ძალიან გეხმარებოდა თავად ხორწმენას. რასაკვირველია. ისეთი მომენტი თუ ქონიათ და მაპატიეთ რა მკითხვისთვის, რომ გაბრაზებული ხართ ღმერთზე. არასოდეს. მე ჩემი ტრაგედიის ცოტა ადამიანური ჩემი ტრაგედიის დროსაც არასოდეს. თქვენ გწავთ, რომ ყველაფერი უფლისნებაა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. უფლისნება, ბედისწერა, ყველაფერი ერთად არის, მაგრამ უფალს როგორ უნდა უსაყვედურო, უფალს როგორ უნდა
გაუბრაზდება პატიეთა ამ გამოთქმისთვის. ის რაც ხდება ადამიანების თავს, თვითონ ადამიანების უგუნურობით ხდება. უფალი დიდია, უფალი ყველაფერს ხედავს განსხვავებით ჩვენგან. ჩვენი ხედვის არეალი ძალიან ვიწროა. და უფრო უარესით ჩვენ ვხედავთ იმას, რისი დანახვაც გვინდა და ამით გულს ვიოხებთ, უფალი ყველაფერს ხედავს. მაგრამ ის, რომ ადამიანს ტრაგედია შეემთხვევა, ეს უფალთან არ არის დაკავშირებული, ეს ბედისწერასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, არასოდეს არ მithქვამს გულშიც კი საყვედური უფალს. მე ვიღარ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ვარ, სიკეთით თუ ცუდი კუთხით დამძიმებული, არა მაქვს იმის პრეტენზია, რომ არ განსაკუთრებული, ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, მაგრამ უფალი არის სამყაროში მოქმედი. ქალბატონო დოდო, არის ისეთი კადრი თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც მუდმივად გახსოვთ და თითქოს თვალებიდან არ ამოგდით? არის ესეთი კადრები? ძალიან ბევრი, ძალიან. თქვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილი გახდა ის რაღაც კონკრეტული სიტუაცია? ძალიან ბევრი. მე ომში ხელფეხმოწყვეტილი ბიჭები მინახავს ჩემს გვერდით. მინახავს ბიჭები, რომლებსაც მუცელში აღარაფერი აღარ ჰქონდათ, ყველაფერი გარეთ იყო გადმოსული. მინახავს აკეპილ და ჩეხილი ბიჭები და ეს ბოროტებას კი არა სცენს ადამიანს, ჟინს აძლევს უფრო მეტს, რომ შენი სამშობლო უნდა დაიცვა ნებისმიერ ფასად. როგორც არ უნდა იყოს, მე შტაბის უფროსი ვიყავი, ჯერ გაგრაში ვიბრძოდით, მე ოჩანჩირეში შტაბის უფროსი ვიყავი, მაგის შემდეგ სოხუმი და მე უკვე დალის ხეობა, როდესაც სოხუმი დაეცა. მე არ ვთვლიდი, რომ ვინმეზე მეტი ვარ. პირიქით, მე მაგალითს მაძლევდნენ ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც საოცარ სიმამაცეს ჩადიოდა. საოცარ სიმამაცეს ჩადიოდა ჯაბაიუსელიანი, რომელიც წინა ხაზზე იბრძოდა და ჩვენ გვაძლევდა მაგალითს, თუ როგორ არ შეიძლებოდა სამშობლო წინ გქონდა იგივე აფხაზეთი, იგივე სამშობლო, უკანაც სამშობლო გქონდა და ჩვენ ვიდექით შუაში და ჩვენ უნდა გაგვემაგრებინა ის ზოლი, რომელიც სამშობლოს გააძლიერებდა იქ წინ და შემდეგ უკან. ძალიან ბევრი გმირობის მაგალითი მინახავს, საოცარი მაგალითი. მე შემიძლია ერთი პატარა მაგალითი მოვიყვანო. ჩვენ ყავდა ერთი ასეთი თეო გაბუნია, მე ჯამბულ გერლიანზე და სხვა ბიჭებზე მაქვს მონაპოლის სხვადასხვა ეთერებში და ახლა მინდა თეო გაბუნიაზე გითხრათ, არქიტექტორი იყო ეს ბიჭი, ჩვენთან ერთად იბრძოდა, განათლებული, ერუდირებული, მაგარი ვაჟკაცი და ქეთევანა კოჩარას ბრძოლების დროს ოჩანჩირის რაიონში მიდიოდა ჯგუფი და ჯგუფის წინ მიდიოდა თეო გაბუნია, რომ სიტუაცია აღექვა და მშვიდობიანად შეეყვანა ჯგუფი. და როდესაც ის მიხვდა, რომ ალყაში მოექცა,
მისი ბოლო დაძახილი იყო მხედრიონელები ტყვედ არ ბარდებიან და თავი აიფეთქა. ასეთი სულისკვეთება იყო. ომში ან უნდა იყო მეომარი და თუ ხედავ რომ არ ახარ მეომარის ჯობს გამოერიდო. ძალიან დიდი ვაჟკაცობა და სულ გრძელობა ჭირდება. მსგავსად მე ვიცი ისტორიები ბიჭები რომ ყუმბარებს გადაფარებიან იმისთვის რომ სხვები დაეცვათ. რასაკვირველია. მე ბევრჯერ მithქვამს ჯამბულ გერლიანის მაგალითი, როდესაც ის წავედ აიყვანეს უბრძოლებულ მდგომარეობაში. გრძნობა დაკარგული ტყვარჩელში გადაიყვანეს და რამდენჯერმე მას შესთავაზე სამშობლოს შეაგინე, ჯაბა იოსელიან შეაგინე და სიცოცხლის შეგინა რჩუნებდო. ბიჭი აჩეხეს, გასხიპეს, კიდურები გაუსხიპეს და მისი ბოლო სიტყვები იყო სამშობლოს გაუმარჯოს და ორსული მეუღლე სახლში ელოდებოდა და მე დარწმუნებული ვარ იმ ბავშვმა, ჯერაც დაუბადებელმა გაიგონა მამამისის სიტყვები ძალიან შორს იყო გულრიფში და ტყვარჩელი, მაგრამ საქართველოს გაუმარჯოს ბიჭებო, საქართველოს გაუმარჯოს შვილო. ეს მარტო ქართველს შეუძლია. არავინ არ შემეკამათოს ამაში. ეს მარტო ქართველის სიამაყეც არის, ხვედრიც არის და ბედისწერაც. ამდენი საოცარი ისტორია ის მომსწრე ხართ, მაგრამ ამდენი ტკივილი, სხვა ყველაფერი ტკივილია მაინც. გინანია თოდეს თქვენი გადაწყვეტილება? არასოდეს. როდესაც მე ომში წავედი, ჩემს გადაწყვეტილებაში ვიყავი მტკიცე. და არც შემდეგ არა. ადამიანი ცხოვრების გზას როცა ირჩევს, ეხლა მე ჩემი სპეციალობებიდან გამომდინარე შემეძლო რომ რომელიმეს მიყოლოდი ბოლომდე, მაგრამ მე ავირჩიე ეს გზა და მე ეს გზა რომ ავირჩიე, ვიცოდი რომ ურთულესი იქნებოდა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი ღვაწლი არაფერი არ არის ჩემს წინაპარ, ჩვენს წინაპარ მეომარ ქალბატონებთან შედარებით. მე ერთი ჩვეულებრივი მეომარი ვიყავი, ჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი, მაგრამ ჩვენ ისეთი ბუმბერაზები გვყავდნენ ქალბატონები საქართველოში, რომ იმათთან შედარებით ჩემი არაფერი არ შეიძლება რომ შეედაროს. ხშირად შევხედავთ თემას და დამება და კითხვა და ძალიან დიდი ხნის მერე და 100 წლის შემდეგ, როდესაც აღარ ვიქნებით და აღარ იქნებით, რა გინდათ რომ თქვენზე თქვა? როგორც თქვენი ხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. იცით რა არის, ვინაც ჩემი ცხოვრება იცის, ვინც თანამებრძოლები არიან, ვინც ვთქვათ უფრო ღრმავდება ამას იქეთ, სახეს იქეთ, რაც არის იმას, ისინი დადებით სიტყვიან, მაგრამ ასევე იმდენივე თუ მეტი არა იტყვიან უარყოფით, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე ნებისმიერ გადაწყვეტილებაში და ნებისმიერ ქმედებაში ვიყავი გულწრფელი. და სამშობლოს სიყვარული. დიახ, გულწრფელი, სრულიად გულწრფელი. ერთი წამითაც არც ერთ მეომარს არ აქვს გარანტია იმისა, რომ ის დაბრუნდება თავის სახლში. მაგრამ სამშობლო ღირს მაგათ, საქართველო ღირს მაგათ. საქართველო აქ ყველაზე მთავარი. რა შეცვლით? არა. საერთოდ არა, არაფერს არ შევცვლით, იმიტომ რომ
ადამიანი როცა იბადება თავის გასავლელს გადის. ბედის წერის გასაკვირველია, თავის გასავლელს გადის და როგორიც არ უნდა მძიმე იყოს ხვედრი ადამიანის და მივდივარ იქამდე რომ ყველაზე დიდი შვება, ყველაზე მეტ გაჭირვებაში იყო ის რომ ჩემი შვილის ხელებს ვგრძნობდი სხეულზე და ჩემი შვილის სუნს ვგრძნობდი ყნოსვით და მაძლიერებდა. ალბათ ყველა ასე არის და ყველა ასე იყო, ყველა მშობელი. იცით რა არის, როდესაც ამ ქვეყნად არ ვიქნები და იქნება განკითხვა, აიწონება. კარგიც და ცუდიც. ყველაზე მთავარი მე რაც მაძლიერებს არის ის, რომ მე არასოდეს ჩემს კეთილდღეობაზე, ოჯახის კეთილდღეობაზე არ მიფიქრია. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ნებისმიერი ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო სამშობლოს საკეთილდღეოდ. ეს როგორ გამომივიდა კარგად, ცუდად, თუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მე გულწრფელი ვიყავი და ვარ. არსებობს რამე ისიც ეშინია დადაბებაში? კი, როგორ თქვენ მე ძალიან ძლიერი მგონი ვართ. მე მოგიყვებით ერთ მაგალითს. გაგრაში მაგალითად ჩვენ მამზიშხის მთაზე ვიბრძოდით კოლხიდაში და რომ დაბნელდა ვეკითხებოდი ჩემს თანამებრძოლებს, ტყეში უქონდა პოზიციები. რომ ხსენებელი ხომ არ მოვიდა, ვეტყობა თავი მოაბეზრე ბიჭებს და მითხრეს რომ თუ ხეზე ახვალო ხსენებელი არ მოვა იქო და ნუ ავწვერი ხეზე და ვარ თვალები დაჭყეტილი და ზემოდან ვეძახი ქვემოთ ბიჭა აქ ხო არ მოვა ისევ იმის შიში მქონდა და ნუ მე ბიჭებმა მითხრეს რომ ხმაზე ამოვაო თუ არ გაჩუმდებიო და იმითი რომ თავს ვიმშვიდებდი რომ ჩავძახებდი ხოლმე ქვემოთ ბიჭებს ესეც ამიკრძალეს და გამთენი ისას მეორე პოზიციიდან მოვიდა ბატონი ჯაბა და მომიკითხა მაშინ და სად არის და თქვენ კიდევ კი ხო და მოგატყუეს თხრა და ესე მეშინია ჭინჭრის და თაქვის აი როგორ ვიცნა ჩვეულებრივად აი მაგალითად ჩემი პარტიზანობის დროს დალის ხეობაში როდესაც შემოგვიჭრნენ სეპარატისტები მე მივდევდი ესეთი მოჭრილი ჩალები იყო იმ მინდორზე დანარჩენი გადანაწილებულები ვიყავით და როდესაც ეს დამთავრდა ეს სიმინდის ფესვები დაიწყო ჭინჭრის ტყე და გავჩერდი. აღარ შევედი, იმიტომ რომ ჭინჭარი იყო შემიშინდა. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ადამიანის სრულიად უშიშარია ვითარცა უხორცო. თავის მეშინია. გულწრფელად გეუბნები და აი მაგალითად როდესაც ჩვენ გავდიოდით ისევ აი იმ პერიოდში როდესაც უკვე ჯარები გამოსული იყო როდესაც უკვე სეპარატისტებს ეჭირათ აფხაზეთი და ასე შემდეგ ჩვენ შიგნით ვიმყოფებოდით და ღამით ტყეში რო გავჩერდებოდით მიუხედავად იმისა რომ ირგვლივ ბიჭები ხელყუმბარების ხობეს შემოგვარტყამდნენ, ხობე რასაკვირველია ბრჭყალებში, რომ იქ თუ ვინმე შემოცოცდებოდა, ეს ხელყუმბარა აფეთქდებოდა და გავიგებდი. მაინც თვალდაჭყეტილი ვიყავი, თაგვი რომ მოსული იყო, რა უნდა მექნა. ამიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. სრულიად ჩვეულებრივი. მიყვარს არ მიყვარს, მეშინია, არ მეშინია,
უარყოფითი ბევრი მაქვს, დადებითიც ამაქვს. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. სრულიად ჩვეულებრივი. თავარი იყო ის, რომ როცა მე ჩემს თანამებრძოლებს უყურებდი წინა ხაზზე, როგორ შედიოდნენ და მე ცდილობდი, რომ არ ჩამოვრჩენოდი, როდესაც აი ეს ასაკოვანი 65 წლის ჭაღა იოსენიანი წინა ხაზზე გარბალდა და შედიოდა იქ, სადაც მტერი იყო, საქართველოს მტერი. ბიჭებთან ერთად მე ვცდილობდი, რომ არ ჩამოვრჩენოდი, იმიტომ რომ ის მტერი ჩემი მტერიც იყო იმ ბიჭებისაც და სრულიად საქართველოს, იმით უმეტეს ძალიან ბევრი ურჯულო იყო მაშინ ჩამოყვანილი საქართველოში. თქვენთვის სიკვდილი რას ნიშნავს? გარდაცვალებას. სხვა მეტი არაფერი. გარდაცვალებას ნიშნავს. რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენს ხელს დავტოვებთ და გადავალთ იმ საქმეში. ეს პირველია, იმიტომ რომ შეიძლება შვებაც იყოს გარდაცვალება, მაგრამ წინ ვერ წავუსწრებ. ის რაც ბედის წერა არის, ის რაც გიწერია, როდესაც გიწერია, რომ ამ ქვეყნიური უნდა დატოვო და იმ ქვეყნიურში გადასახლდე. ეს 60 იქნება თუ ჯოჯოხეთი, გარავინ არ იცის, იქ იწონება მე. ამას ვერ შეცვლი. გეშინიათ? არა. სიკვდილის არ მეშინია. ეხლა თქვენ ცხოვრებიდან გამომდინარე, ამაზე ალბათ თავიდანვე აცნობიერებდით ამას, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დამდგარიყო. ძალიან ბევრჯერ გადარჩით უშუალოდ. კი, ბევრჯერ დავიჭერი, ბევრჯერ იყო საშიშროება, ტყვედ ჩავარდნეს, ერთი გახრეტილი ტყვია გულზე მქონდა ჩამოგიდებული, რომ ტყვედ ავეყვანე და ასე შემდეგ, მაგრამ ესე ჩვეულებრივი მოვლენაა. მე განსაკუთრებულს მაგაში არაფერს არ ვხედავ, არც გარდაცვალებაში არ ვხედავ, არაფერს განსაკუთრებულს. როგორ ფიქრობთ, აი ყველა ადამიანი იბადება თავისი მისიით, რაც უნდა შეასრულოს. და თქვენი თუნდაც ამდენჯერ გადარჩენა, რა მისიას ემსახურება, რა ემსახურება და რა იყო თქვენი მთავარი მისია და რა არის? მე ასე მგონია, რომ როდესაც იმდენჯერ მოხდა გადარჩენა ჩემი და მე ასე მგონია, რომ აი კიდევ გამოცდას გავდიოდი. კიდევ არ შეიძლება ადამიანმა ერთი ნაბიჯით ჩათვალოს, რომ მან რაიმე მისია შეასრულა. გინდ ერთი ნაბიჯით და გინდ ნახევარი ცხოვრებით. შეიძლება მთელი ცხოვრებითაც ვერ აღმოაჩინო, რომ მისია შეასრულა. ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს და როდესაც დგება ჟამი, ეს ხომ არავინ არ იცის, როდის დგება ჟამი. იმ ჟამსაც უნდა შეხვდე ღირსეულად. როცა ადამიანი ხარ და როცა ბევრი რამ გაქვს ნანახი, უნდა შეხვდე ღირსეულად. ერთი ფიქრით, რომ აი იქ მერე პინაზე დაიდება, რა და როგორ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ უნდა ინებოს განგებამ, რომ ის ადამიანები, ვინც მე გოლის ნაწილი მთლიანად თუ არა წაიყო, იმ ადამიანებმა წაიღეს და ამ შემთხვევაში მე ეცით ვიზეთ ვსაუბრობ. მე ძალიან მინდა, რომ შეხვედრის და ერთად ყოფნის ბედნიერება მქონდეს იმ ქვეყნად. ესეც უფლის ხელშია, როდესაც აიწონება.
მე მჯერა რომ სწორედ ესე მოხდება, როდესაც ჩვენ სხვა სამყაროში გადავართ. მიგველოდებიან ადამიანები, ვის გამოც აქ სიცოცხლე ღირს რომ იქ მოხვდათ. და ჩემთვისაც ძალიან ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ ამ ქვეყანაში გაჩენაც ღირს და ამ ქვეყნისთვის თავის შეწირა ბედნიერება და მოვალეობა და არა უფლება მოსილება უფრო სხვა რამ არის ცალკე განზომილება